გაგაგიჟებენ რა. სამსახურიდან ჩეკინი ვის გაუგია? მუშაობ თუ Facebook-ზე ზიხარ რა. მოგბრძანდით. გამარჯობა. დაჩი! ვაიმე! რა შვები აქ რასაკეთებ? მე მუშაობ, შენ რასაკეთებ? მანქანის დასაზღვევად მოვედი და კაი რა, მოდი დაჯექი გეხვეწები რა. როგორ გამიხარდა, რო გნახე. მეცა. აუ, რამდენი რამე გამახსენდა ეხლა უცებ რა. აუ, ძალიან გამეხარდა. საათ ხარ, რა შვე? რაღაც აქეთ არ ვიყავი, ეხლა ჩამოვედი ცოტა ხნით და მართლა რამდენი რამე გამახსენდა ეხლა. ექსკურსიაზე რო წავედით, გახსოვს? კი, ქუთაისში, მე რამდენი რამე ვნახე. და შატელოზე რო წავედი და ყველაფერი დაკეტილი რო იყო. მე იმაზე ატრაქციონზე რო ავედით, თრავმა მექანიკოსმა რო ჩამოგვიყვანა იქ გახსოვს? კი, სანაყინეში ვიღაცა ავტომატიანი ტიპები რო შემოგვივარდიან, მთელი ნაყინი რო წაიღეს და მენაყინეც რო მიაყოლეს, გახსოვს? და მეტრო რო გაფუჭდა და მარჯანიშვილიდან რო ვაგზლის მოედნამდე ფეხით ვიარეთ გვირაბში, გახსოვს ეგ? არა, მე მაშინ არ ვიყავი. ხო, არა, ძალიან კარგი დრო იყო რა. ხო, ძალიან კარგი კლასი ვიყავით და რაღაცნაირად დავიშალეთ რა. შენ ნახულობ ვინმეს? რა ვიცი, აი, დუნდუა რა შვება. დუნდუა ბიჭო გათხოვდა მესამედ. და ეხა დედობის უფლებას ართმევენ. და მაგ ჩხაიძეს არ გაყვა მე-10 კლასში? ხო და ჩხაიძე ეხლა გამოვიდა ციხიდან და მიდის ბელგიაში, იქით უკეთესი ციხეებია. და ისა უკან რო გვეჯდა ლებანიძე? ლებანიძე იყო მეტადონის პროგრამაზე. გადააგდო წამალი და ეხა გალოცდა. დანარჩენებს ნახულობ? დანარჩენებს არა, Facebook-ზეც არ მყავს. შენ სხვა რაღაცები არ გახსოვს? რა? აი დათუნია რო გაჩვკი, გულის ფორმა რო ეხატა წინ გახსოვს? და გულის ფორმის ბალიში რო გაჩვკი? და გულის ფორმის საყურები რო გაჩვკე სვაროვსკის ეგ გახსოვს? რა? როდის მაჩუქე? კაი, გეხურე, სად ქონდა მაშინ ახლა მაგდენი? კაი, მართლა არ გახსოვს გული რო დაგინდა სანთლებით? კორპუსთან? ხო. ნუ კაი, ხო მაგას რა დამავიწყებს? პირველი სელფი გადავიღე მაშინ პოლაროიდით. დაიწერა გამახსენდა სიყვარული რო აგიხსები. მარშრუტკაში. რა დროიდან მიყვარდი, იცი? წუნა და წრუწუნა რო ვიყავით ზეიმზე, გახსოვს? ხო. ბიჭო, მე რას მეკითხები, წადი კითხე პაპა ჩემსა. არალი არალალო, არალი არალალო, არალი და. ძალიან კარგი დრო იყო რა. სადა შეგახვედრებს ცხოვრება ადამიანს. ძალიან პატარაა დედამიწა სხვათა შორის. თბილისი უფრო. პატარები ვიყავით. კაი იყო სკოლა რა. ძალიან მალე გავიზარდეთ რა. ხო და შემიკრიბოთ რა კლასელები რა იქნება? ბატონო. კაი გამოვალ, კაი. ნინ ბუდიში უნდა გავიქცე. მოკლედ ამ საბუთებს დაგიტოვებ და ხვალ სადაც მეტყვი მოკლედ იქ მოვალ და გავაკვირდ, ხო? კარგი, როგორც გინდა და. ძალიან გამიხარდა. მეც. კაი, მოკლედ ხვალამდე. ხვალამდე. კაი. ბაცუნა, მოდი ნახე როგორი კერძი გაგიმზადე. მოდი. ეს რა არის? ქათამი ჩინურად.
თვალები დაუწრილე? რა? აბა სხვა მაშინურის არაფერი ეტყობა და ჩვეულებრივ მოხარშული ქათამია. აუ ჯერ გასინჯო და მერე მელაპარაკე რა. მიდი. აბა? ნინი. ეს ისეთი ქათამია რომ ხელოვნური სუნთქით შეიძლება გადარჩეს კიდეც. აცადე მოხარშვა რა. რა არის ნიკა რა მარტო ჭამაზე რო ფიქრობ რა. არც კი გიკითხავს როგორ ჩაიარა დღემ რა მოხდა სამსახურში. შიმშილისგან გონება მაქვს დაბინდული ნინი. აი ხო რა მოხდა აბა? რა და ჩემი ყოფილი შეყარებული ვნახე? ეს რო ბოლომდე ვჭამო შეიძლება ხვალ გვანცას იგივე უთხრა ჩემზე. არ გაინტერესებს და ნუ გაინტერესებს რა. მაინტერესებს ხო რა უნდა? მანქანას აზღვევს ჩვენთან, ანა გვაშენებს ან დაგვაქცევს ახლა. რატო? რატო და ისეთი ძვირიანი მანქანა ყავს, ნიკად, ისეთი მაგარი მანქანა ყავს. მაგის სარკეს რომ რაღაცა მოვიდეს, ჩემი 2 თვის ხელფას უდრის, წარმოგიდგენია? და მანქანა რომ დაისეთყოს, ალბათ პატარა შენობაში გადავალ სამუშაო. და ავარიაში რომ მოყვეს, საერთოდ დავიხურებით ალბათ. როგორი მანქანა? აი რო ჩაივის თითით საჩვენებელი როა. საჭი აქვს უკან გადატანილი? არა. აბა სიგნალად პავლიაშვილის სამშობლო უყენია? ფარებს რო ანთებს გლდანს შუქი ეთიშება? ნუ კაი რა. აი ხო. რა ქნით მე დაუძღვიეთ? არა ვიღაცამ დაურეკა და გავარდა. მაგრამ ესე თქვა რომ თუ პირობები მომეწონაო, იახტასაც დავაზღვევ თქვენთანო. იახტასაცო? იახტას აზღვევ თქვენ? არა, მაგრამ ჩემმა უფროსმა მითხრა, ოღონდ კლიენტი მომიყვანეო და იახტას კი არა, თმის ყველა ღერს დაუზღვევ სათითაოდო. მეც რო გავიდა რომ დავაზღვიო, იცი ნიკა, იმ ხელა ბონუსები მექნება. და ნახე გამეხარდა ამდენი წლის უნახავი ადამიანის ნახვა. რამდენი წელი არ გინახავს? 12. პირველი სიყვარული, ნიკა, წარმოგიდგენია? ეხა შენ ეხა შენ 3 დღის წინ ნაკი წვანილს ვერცნობ ქინძია თუ ოხრახუშიო და ეგ როგორ იცანი? საერთოდ არ შეცვლილა. დავინახე თუ არა ეგრევე ვიცანი. რა ქვია იმ შენ პირველია თუ ვიღაც? დაჩილი პარტელიანი. ნახოთ აბა თუ იგუგლება. ეს არის? ეგ არის. ნუ ესე იგი იგუგლება, ხო? დაამთავრა ჰემპტონის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ხელმძღვანელობით, ხო? მენეჯერი, გენერალური დირექტორის მრჩეველი, ხო? აღმოსავლეთ ევროპის განვითარების კი მართლა ერთ სკოლაში სწავლობ. ეხლა შენ ეჭვიანობ, ხო და იმიტომ დამცინი. ეჭვიანო. გაიგულიანად გამაცინე ნინი რა. ეჭვიანო. პირიქით მე ვამბობ რომ კაი ბიჭია. ბიჭი. ბიჭი კი არა კაცია. 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 შენ კლასელი არის, ხო? ხო, მაგრამ ხო იცი ნიკა როგორც ხდება ხოლმე არა? ფული აკაცებს რაღაცნაირად. ესე იგი ფული აკაცებს. გასაგები. რა უსწავლია ბიჭს? არა, იახტა რა საყიდელია ეხა. გოიმია ეთყობა ვიღაცა. ეს კიდე რას უყურებ მთელი დღეა რა. დაჩი რა სახელია? ახლა იახტიანმა კაცმა. საკუთარი საიტი რო გაქვს. ოჯახური მდგომარეობა არ უნდა მიუთითო? ან ვის რა შეაინტერესებს? დაჩი. რა სახელია ეს დაჩი? ხო უნდა გეტყობოდეს სახეზე რომ იახტა ყავს. მაგალითად არიელი ან ვახო.
შემო. ნიკუშ რამე მაგარი დამისხი რა. მაგარი ჩაირო დაგალევინო. კარგი რა, შენ გადავდა, მე კიდე ისეთი აფორიაქებული ვარ, შენზე მოფასპიცა ვარ, აი ესეთი აფორიაქებული ცხოვრებაში არ ყოფილვარ. ვა, შენ და აფორიაქებული? რა გჭირს? ამჭირს და ბიჭო, ჩემი ძველი შეყვარებული შემხვდა ქუჩაში რა. ვა. შენ იმდენი ძველი შეყვარებული ყავს, ანაკამდე როგორ უქცევდი გვერდს? არ მიცინება? მაგუნა არ გახსოვს ჩვენი სკოლელი, ა? სკოლელი თუ იყო ძველი კი ძალიან ძველი შეყვარებული ყოფილა. ძმაო, შენ საერთოდ არ მიცნობ თურმე ნიკუშ რა. ძალიან ძველი არის თიკუნა. ბაღში რო ვიყავით შეყვარებულები. დამთვალე რომ შემიჭამა და რომ დავშორდი. მაკუნა რო გავიცანე, უკვე სკოლაში ვსწავლობდი ძმაო. ანუ მაკუნა არის ჩემი პირველი სერიოზული შეყვარებული რა. კარგით რა. რა არის განსაკუთრებული ამ პირველში? როგორ თუ რა არის? პირველი ჩახუტება, პირველი ცრემლი, პირველი ღიმილი, პირველი კოცნა, პირველი გავიგე. ნიკუშ არ ვიცი რა ძმაო რა, ისე ვარ, აი თითქოს რაღაცები დამდიან აქ, დამდიან. თითქოს ერთი გზნობა მეუბნება რომ მიდი თორნიკე, მიდი ნახე, შენ გიყვარს, მაგრამ მეორე გზნობა მეუბნება რომ არა, ის ძველი სიყვარულია დაივიწყე. ხო და სწორს გეუბნება დაანებით რა. ისე ვარ, შეიძლება უცებ დამარტყას მივიდე და უთხრა რომ მიყვარს რა და შეურიგდე რა. შეურიგდე. გათხოვილია ის შენი ყოფილი შეყვარებული. კი, გათხოვილია, მაგრამ ბიჭო, აი ინსტინქტებს არ უშლის დამიჯერე რა. ინსტინქტები არა ისე. დაინახე და გაგახსენდა ადამიანური მომენტია. ხო საერთოდ აღარც გემახსოვრება. მეც ეგრე მეგონა, მაგრამ აი ნიკუშ დედას გეფიცები, აი ისე ვარ რომ აი შეიძლება ძმაო, აი დღეს ავდგე მივიდე და უთხრა რომ მიყვარხარ, წამოდი ჩემთან მეთქი. აი? ქმარი თუ ყავს? მე არო ქმარი ყავს. ერთცემას ავიტანე ხა. შეურიგდები რა. შეურიგდები. შენ კი შეურიგდები და ავე ის. რაო საერთოდ გიცნო? არა, თავიდან ვერ მიცნო, მაგრამ მე რო უთხარი, მე გოგონა რამე ხო არ ეთკინე ძეციდან რომ ჩამოვარდით მეთქი? ეგრევე გავახსენდი ძმაო, ეგრე იდიოტურად მარტო ერთი ბიჭი მკერავდაო და ჩამეხუტა. სულ ბურცქავს რომ ახსენდება რა. აი. შენ არ ამბობდი რომ ყოფის არასოდეს მიუბრუნდებიო? ვამბობდი. მე რა. ესე იგი ჩემი პრინციპების გადაფასების ეტაპი დადგა ცხოვრებაში. პრინციპების გადაფასება არა ესა. მომინდომა პრინციპების გადაფასება. აქ. ცხოვრებაში. გადი და გარეთ გადააფასე. ნიკუშ აღჭის ხო კარგად ხარ რა? შენ ვინმე ყოფილი ხო არ დაგზდევს ნიკუშ, ა? ხო არ გეჩალიჩება. ხო იცი, ეგრევე ჩემთან უნდა გადმოამისამართო ძმაო. მოიცა. შენი ყოფილისთვის არ აპირებ ბრძოლას? ყოფილები მოტო? მომისმინე შენ? ისმენ? და მიპასუხე შეკითხვაზე. რა შემთხვევაში? არ მოგინდება ყოფილთან მიბრუნება და შენი საქმე არა რატო გეკითხები? ვა, გოჩას გაუმარჯოს. აპაპაპაპაპაპ, ძალიან მეჩქარება. გოჩა ხა შენებურად არ დაიწყო, შემოდი, კარგი ლუდი მაქვს, დავხსნე, დავლიოთ. არა, გენაცვალე, წადი სადაც მიდიხარ. ეხა ისეთი სუფრედან მოვდივარ, რომს დამპატიჟო წვეთის დამლევი მე არა ვარ. გოჩა, რუსოს სახლშია? გეხოცები შეძახე რა, ნინი ხო არ უნახავს, ან ეხა თქვენთან ხო არ არის? არა, როგორ ნახავდა ნინეს რუსო? ეხლა მოვდივარ სუფრედან, ხო გითხარი? დუალების საგვარეულო შეკრებაზე ვიყავით. უი, გოჩა, მაშინ აღარ მოგასცეთ, მიდი მშიერი იქნები, მიდი. არა სხვათა შორის არაჩვეულებრივ წვეულებაზე ვიყავი. პირველად ვიჯიქი ალაფურშეთზე. შემოდით რა, რატოდ გახართ მან? ხედავთ რა ხელგაშლილები ვარ? შემოდი. რუსო, ეს ჯდომარი ალაფურშეთი ეთყობა დვალების ნოუ-ჰაუა, ხო? რა მაგარ ღონისძიებაზე ყოფილ ხარ ხალხო რა. ეგეთი რამე წელიწადში ერთხელ ხდება კაცო. გოჩა რაკენი ისე გემრიელი იყო ნახევარ ქათამა.
დიანახი ვარ კატა. აბა ეხლა მთლიან ხათამს თქვენ არ იყიდით და ნახე კატა. აი თორნიკე ადროს ხათამი. გოჩა შენის მითხარი მიდიო და ყანწები და დაძალება? მე კარგი რა ნიკა რა. დვალები და რამის დაძალება გაგიგია შენ. ეგეც მართალია. რაჯობია თვალებში ქეიფს. მოწარმომიდგენი ეხლა რას უფრო იქნებოდა? შენ ხარ ჩემო ნიგზიანი ბადრიჯანი, ოღონდ თხილით. მსხლის ყუნწი აჯიკაში. სტაფილოს ხინკალი. ვაშლის ასორტი. ხბოს კუდი კეცზე. ჰა? და ჩიჟი. ჩიჟი რა არის? ბიჭო, ჩიჟის უნდა პიჟიც, მაგრამ ამათ ეკნებოდათ მარტო ჩიჟი. თქვენ იცინეთ, ცარიელი კუჭი და მე კიდე ესეთი შემწვარი გოჭი მაქვს, ეხლა ნაჭამი. გოჩა ნაჭამი თუ ნანახი? გოჩა ისე ჩვენში დარჩეს და ამ თამადამ რომ შემოიტანა ეს გოჭის თავი, ჩაედო ის ბოლოკინს პირში რა იქნებოდა. ჩაედო კარგია. ის გოჭი ისეთ პატარა იქნებოდა რომ ბოლკი ბოლთ არ ეტეოდა პირში თორე რა. მოკლედ ვერაფრით ვერ გააკეთეს დვალებმა შენი მოსაწონი რამე რუსო რა. რატო? მე ძალიან კმაყოფილი ვარ. იცით რამდენი ნათესავი გავიცანი გოჩაში? ვინ იყო? გოგი, იზა, ნია, ია, აბა? ამ მაგარი ხალხია რა. სახლების როგორი მოტური აქვთ არა? შენ იცინე თორნიკე, იცინე და დღეს ჩემი გოჩიკო სპირიდონ დვალის შტოში აღიარეს ყველაზე ხელგაშლილ დვალად სხვათა შორის. აბა? და ხელმოსაჭიდი რა ჰქონდათ? მე რა ქონდათ? 150 კაცი იყო იქ მანქანით მოსული და ჩვენი მანქანა მუშაობდა ბენზინზე. ჩაეჭიდე? არ თქოთ ეხა პრიზის მომცესო. სერტიფიკატი. მაგრამ ისა სოსო სამსახურში რომ მივა სამსახურის კომპიუტერზე ამოიბეჭდავს და ისე მომიტანს. სოსოზე გაიგე გოჩა, კაცო, სოსოს ცოლი. წასულა ვიღაცა მდიდარ ფულიან კაცთან. ვიღაცასთან კი არ წასულა, სოსოსგან წამოვიდა. ნუ როგორც არის გოჩა რა. ისე სხვათა შორის დიდი ხნის წინ გაიქცეოდა ის ქალი სოსოსგან. ტაქსის ფული რო დაეტოვებინა, მაგრამ არ უტოვებდა არაფერს და ავტობუსით ხო არ გაეკიდებოდა საყვარელს. არ ჟღერს ლამაზად. რუსო, ეგ ხალი იმ კაცთან კი არ წასულა, ფულთან წასულა. იცი რა, სულ არ არის ეგ სახუმარო ამბავი სხვათა შორის და ძალიან საინტერესო სიყვარულის ისტორია. ამ კაცს თურმე თამრიკო პირველი კლასიდან ყვარებია და მაგის გამო ცოლიც კი არ მოიყვანა. აბა? ყველაფრის გჯერა გულურყვილოთ რა რუსო რა. 50 წლის კაცს ბავშვობაში შეყოლებული თამრიკო კი არა, გულში რა ჭამა ის არ ახსოვს რა. არა გოჩა, არა, აი აქ ცდებით კაცები რა. არასოდეს პირველი სიყვარული ქალს არ ავიწყდება. მეც მაგას არ ვაღლობ ხალხო, ჰა? მოკლედ პირობები მომწონს და დაზღვევას რაც შეეხება მოკლედ ხვალმოვალ და სამსახურში გავიაროთ ყველაფერი. როცა გინდა დაჭი ხო იცი დილიდან იქ ვარ. ტელეფონის გამორთული. გაინიკა არა ვარდე ახლა. კეთუშ. როგორ ხარ? მე ძალიან მაგრადო, აი ძალიან უდარდელადო არა. როგორ ვარ იცი? არაფერი რო არ გაწუხებს რა. მაგარია. ნინიც აქაა და ეგეც ეგრეა მგონი. კეთუშ, რა უნდა კითხო იცი აი? მე უფრო მამაკაცური და ქალებს რომ მოსწონთ ისეთი ვარ თუ აი ეს ბიჭი ნინის გვერდეთროს. მამაკაცური შენ. მაგრამ ქალებს რომ მოგწონს ის. აი წავედი. ვა ნინი აქ ხარ? ვაიმე ბაცუნა შენც აქ ხარ? როგორ მომაგენი? ვერ მოგაგენი. ისე ჩამოვედი. ვირეკავდი და ტელეფონი გამორთული ქონდა. ხო ბაცუნა დამიჯდა და გავთიშე. ნინი მე ვიცი დაждდა და გაითიშა. ან ჰაჰაჰა ჯდებოდა და გავთიშე. მეც რომ ურეკავდი ვიღაც გოგო მიპასუხა ნინის ტელეფონი ან გამორთული ან გასულია მომსახურების ზონით.
მე მაგოგოს გავიღადავ რომ no Georgian მეთქი და მე ინგლისურად მითხრა. მე არც გაგაცანით ერთმანეთი. ნიკა, ეს არის დაჩი, ჩემი კლასელი, წარმატებული ბიზნესმენი, 4 ენა იცის. ეს არის ნიკა, წარმატებული. ქმარი, ნინის ქმარი, სასიამოვნოა. ძალიან სასიამოვნოა. კეთუში, მე 2 ლუდი მომიტანე და 35 წამში მესამეც მოვაყოლე რა. არზე ცეკვას თუ ისევ გადაწყვეტ გამაფრთხილე. ისევ რო არ დამილეწო ჭიქები. დავლეწო? შეიძლება დავლეწო, ნახოთ აბა. ძალიან კარგი ნახატებია სხვათა შორის. გავაიც პიკასოს ნახატს გავს. იცი როგორ გამოითქმის სრული სახელი და გვარი? Pablito Diego José Santiago Francisco de Paula Juan Nepomuceno. ნიკა. Picasso. ბაცუნა, იცი დაჩის ჩვენთან მანქანის დაზღვევა უნდა. იმ მანქანის ხო არა გარეთ რო დგას და დაჩი რო არის ამოკაწრული. რა? იუმორში 0. გული გამისკდა. ნინი, სურათები გადმოგიგზავნე Facebook-ზე. და გეხვეწები გადაუგზავნე ექსპერტსაც რა. ძალიან კაია. კაი მანქანა. მაგრამ ეტყობა რომ არაპროფესიონალს გადაღებულია რა. აი მე მაგალითად აქეთა კუთხიდან გადავიღებდი. აი შუქჩდილების გამომსახველობითი შესაძლებლობების გადმოცემა ძალიან აადვილებს ამ საგნის მოცულობის გაცნობას. პროფესიონალის თვალით დანახული მაინც სხვა ხო ხდები რა. გასაგებია. ხო, მაგრამ ნიკა, ჩვენ მხატვრული ფოტოები კი არ გვინდა. უბრალოდ კონტრაქტის გასაფორმებლად გვჭირდება რა. თან დაჩისაც მოეწონა ჩვენი პირობები, ხო? ხო, მაგრამ იცი რა მაინტერესებს? აი თქვენი სადაზღვევოს დირექტორს რო დავარტყა მანქანით. ამასაც ამინაზღაურებთ. ესეთი მხიარული იყო. კეთუშ. მუსიკა არ გვაქვს ბარში? ჩარტე რა ვიცეკოთ ვიმხიარულო, ჩვენ არ იცეკო. ვერც ეკვა, ვარა სამწუხარო. როგორ ვერც ეკვა, უბრალოდ ეხლა მეჩქარება. იცი რა, იელში რო ვსწავლობდი, პირველი ადგილი ავიღე წყვილებში ცეკვაში. მართლა? ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა ნიკა, მაგრამ ძალიან მეჩქარება ეხლა. მოკლედ ძალიან გამახარებ თუ ქორწილში მოხვალთ ერთად. ჩემთან. რა? დაჩი სოლი მოყავს ნიკა, იცი რა გოგოა? ხო, ძალიან გამიხარდა ნინი რო ვნახე და გადავწყვიტე რომ მთელი კლასი დამეპატიჟებინა. მოკლედ მოსაწოდებს ხვალ მოგიტან სამსახურში. ხო, მიუტანე დაჩი, მიუტანე. ეს შეუარე ხოლმე არ უნდა დაიკარგოთ კლასელები. მართალია. ეხლა გავიქეცი, მოკლედ. არავითარ შემთხვევაში ჩვენი გაცნობის არ უნდა დავლიოთ? კეთუში, 2 ვისკი მოგვიტანე რა. დაჩი. აი სახელია დაჩი. სად არის კაცო ეს ტელეფონი, საიდან რეკავს? აღარ რეკავს, გოჩა, გაითიშა. არა, რუსო, ეთყობა. გავარდა სოფელში ამბავი ჩემი ხელგაშლობის შესახებ და რომელიღაცა დვალი ზარს უშვებს რომ გადაურეკო. მოიცა ერთი წამით. მოიცა. ალო. რომელი ხარ? ხო, გურამ. რაო? მარშრუტკაზე დაგაგვიანდათ? მერე წასულიყავი დროზე რომ გადაყევით მაგ ქეიფს კაც. დარჩენა ჩემთან? სამნი ხართ? არა, რას ლაპარაკობ? არა, არ გამოვა, ამაგამ მეც მეზობლებთან ვიძინებ რა. შენც მეზობლებთან დაიძინებ? რაო, სადა ხარ? ეზოში? მე რაღაც მარეკინებ, კაცო და მახარჯინებ ფულს. ამოდით, ხო, ამოდით.